უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სწავლების ადგილი, ეს არის სივრცე, სადაც პროფესორებს და სტუდენტებს და ერთად ორივე საუბრობთ დისკუსია იმაზე თუ რას ნიშნავს უკეთესი საქართველო, უკეთესი სამყარო და უკეთესი საზოგადოება. ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ფიქრს, აზროვნებასა და თავისუფლებას უკეთეს საქართველოზე, უკეთეს სამყაროზე და უკეთეს საზოგადოებაზე. უნივერსიტეტი მარტო შენობები არ არის, ეს არის ადამიანები, პროფესორები, ლექტორები, გულშემატკივრები და ის ადამიანები, რომლებიც ამ სწავლის პროცესში არიან ჩართულები და შემდგომ ამ ცოდნას ანაწილებენ სამოქალაქო საზოგადოებაში. მინდა შეგახსენოთ, რომ 1921 წლის კონსტიტუციაში განსაზღვრული იყო თუ რას ნიშნავს აკადემიური თავისუფლება და შემოქმედების თავისუფლება. და ჩვენ უკარგავთ დღეს არა მარტო უნივერსიტეტებს, არამედ უკარგავთ იმ დემოკრატიის ტრადიციას, რომელიც იყო ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და შთამაგონებელი ჩვენთვის. და უკეთესი საქართველოს იდეა იბადებოდა, დაიბადება და კვლავ იარსებებს უნივერსიტეტებიდან, აუდიტორიებიდან და ის გავა ხალხში, გავა ენერგიულად, სიცოცხლით და არ დავკარგოთ იმედი უკეთესი საქართველოსზე. დიდი მადლობა. ქართული სახელმწიფო ყოველთვის იდგა განათლებაზე, კულტურაზე და ის წნეხი, რომელსაც დღეს ქართული უმაღლესი განათლების სისტემა და არა მხოლოდ განიცდის, ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით იმას, რომ ქართულ სახელმწიფოს ფესვებს აცლიან, ძირს აცლიან. თავისუფლებას მივცემ და ვისაუბრებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბევრი თანამშრომლის სახელით. მათ შორის იმ თანამშრომლების სახელითაც, რომლებიც სადღაც ოთახებში არიან შეხუშულები, არ მოსწონთ ეს ყველაფერი. ზუსტად იციან, რა განადგურებას უხადის ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. ყველა ასეთ ადამიანს მინდა მიუმართო. დღეს თუ ხმას არ ამოვიღებთ, თუ ერთად არ დავდგებით, უბრალოდ რამდენიმე წელიწადში ქვეყანა არ გვექნება. არა თუ ილიაუნი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყანა არ გვექნება. ეს არის ძალიან რეალური საფრთხე. ამ ნაბიჯების ნაწილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა უნივერსიტეტების ტერიტორიების მითვისება დეველოპერული პროექტების განსახორციელებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ეს არ გამოუვათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოების მოთხოვნა კვლავ იქნება არსებობდეს ამ ტიპის თავისუფალი და ევროპული ტიპის სააზროვნო ადგილები. მე დღეს ასევე ვდგავარ იმ ინსტიტუტის დასაცავადაც, რომელიც აი აგერ გზის გადაღმაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. ჩვენთვის თესეუელებისთვის მარტივად მერვე კორპუსი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება იმ შენობა ნაგებობათაგან, რომელსაც გაყიდიან და რაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ამ ყველაფრის. დატაცება სახელმწიფო ქონების, დატაცება ჩვენი საგანმანათლებლო კერების ნაგებობებისა, ხო? ყველა თქვენგანის სახელით და ჩემი კოლეგების სახელით მიუმართავ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაგვითმონ ეთერი, ხვალ დავსხდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს თანამოქალაქეებს და ავუხსნათ და კარგად გავაგებინოთ, რა მასშტაბის ფოროტებასთან გვაქვს საქმე. თიკო ბერძენიშვილს და ვასილ მაღლაფერიძეს პირადად მიუმართავ, რომ ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს. დიდი მადლობა. ჩვენ აქ დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ფაკულტეტები, რომლებიც ჩვენ სწავლობთ, ამ სწავლობდით უქმდება. მე პირადად აქ ვსწავლობდი, ბაკალავრი აქ დავამთავრე და ვსწავლობდი თავისუფალ მეცნიერებებზე. ეს ფაკულტეტი უკვე აღარ იარსებებს. მე ვსწავლობდი სამაგისტრო პროგრამაზე აქ ცოცხალი თეატრი, ხელოვნება და თამაში. ეს ფაკულტეტით გაუქმებულია. სინამდვილეში რომ თქვა, რომ აი დღეს მე ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, დღეიდან მე არ შემიძლია რომ რაღაცნაირი იდენტობა მქონდეს, იმიტომ რომ მომავალ თაობებს არ ეცოდინებათ მე არ ავისწავლე. მე ის ცოდნა რაც აქ მაქვს მიღებული, მახსოვს ზუსტად რომ აი იქ ვდგებოდით ხოლმე ბაკალავრზე, როდესაც ლექციებიდან გამოვდიოდი და საათობის განმავლობაში სტუდენტები საუბრობთ იმ ყველაფერზე, რაც ლექციებზე ხდებოდა. როგორ მაქვს მე იმის უფლება რომ გავჩერდე, შევეგუო იმ რეფორმას, რასაც აპირებენ და შევეგუო იმას, რომ ჩემს გარდა, ჩემს შემდეგ მოსული თაობები ამ ყველაფერს ვეღარ განიცდიან. აქ შეკრებილი სტუდენტები ერთმანეთ ვითხოვთ ეგრეთ წოდებული რეფორმის გაწევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის, ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ, მასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებასა და წინააღმდეგობისაკენ. არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები. ყველა შესაძლო ხალხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ. ჩვენ უკან კი არიან ჩვენი მშობლები.
ოჯახები და საქართველოს წარსული. ჩვენ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები. შესაბამისად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე. ამიტომ კვირას 15 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას. ძალა სტუდენტების ერთობაშია, დამხობა რეჟიმს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს.